სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ერთ საკითხზე მინდა რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ. ესე იგი, არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი ან იქაროსანი ხდება, ან სასულიერო სასწავლებელში აბარებს თუ რაღაც ამდაგვარი ხდება და ან საერთოდ მორწმუნე ხდება. მაგალითად დღეს პირველად წაიკითხეს ბავშვებმა ზოგმა ჟამნი, ზოგმა 60 ქულა და მე ჩვენ ესე იგი გადაჭარბებული მოლოდინები გვაქვს ხოლმე ამ ადამიანების მიმართ და ვამბობთ რომ ეს სასულიერო პირი უნდა გახდეს დაუშვათ. შეიძლება თვითონაც აქვს ასეთი სურვილი რომ მე მღვდელი უნდა გავხდე. პატიოსანი და ის მოყარე ადამიანების მოყარე მღვდელი ახლა ძალიან დიდი ნუგეში არის სამრევლოსთვის. მაგალითისთვის ვიტყვი, მამათა იმურაზი რომ გარდაიცვალა, რამხელა ნუგეში იყო მისი სამრევლოსთვის. და ესეთები ცოტანი არ არიან. ზოგი ჩანა, ზოგი არ ჩანა. და მადლობა ღმერთს და მართლაც თუ ესეა და თუ ამის სურვილი აქვს ადამიანს რომ გახდეს სასულიერო პირი და ემსახუროს ღმერთს და ემსახუროს ხალხს, ეს ძალიან კარგი. მაგრამ ჩვენი შესწამარაში მდგომარეობს ხოლმე. ჩვენ ავიკვიატებთ რომ ეს მღვდელი უნდა გამოვიდეს. თვითონაც რაღაც ეს სურვილები. ამითი ჩვენ ძალიან ცუდ საქმეს ვუკეთებთ. ამითი ჩვენ ფაქტიურად გამოდის რომ ფეხს ვუდებთ ამ გზაზე რომ წაიქცეს. ეს არაფრით არ შეიძლება. რა გამოდის ესე იგი? ჩვენ ანგელოზი გამოგვეცხადა და გითხრა რომ ეს მღვდელი უნდა გამოვიდეს. თუ არ გამოგცხადებია არავის. თორე არის შემთხვევები ესე იგი, მთელი ცხოვრება ადამიანი იძახის მღვდელი უნდა გამოვიდე და არაფერი არ არის. იძახის ბერად უნდა აღვიკვეცო და პირველი იმას მოყავს ცოლი. არის ესეთი შემთხვევები. იმიტომ ვამბობ რომ პირიქით ჩვენ უნდა მივეხმაროთ იმაში რომ ის იყოს დაუშვათ თუ სტიქაროსანია, ჯერ კარგი სტიქაროსანი იყოს. მედავითნეა, კარგი მედავითნე იყოს. შეიძლება სასულიერო სასწავლებელში ჩააბაროს, მაგრამ არც ეს არ არის იმის გარანტია რომ ის აუცილებლად სასულიერო პირი გამოდის. სასულიერო სასწავლებელი დამთავრებულები ეკლესიის მტრებიც გამოსულა. ჯვარი წერია ყველას. და ყველაზე დიდი მტერი სწორედ ის არის. ამიტომაც და ისტორიას თუ გადახედავთ, იქიდან ვამბობთ რომ რაღაცა მეც კი არ ვყვები საპრებს. არის მაგალითები, სამწუხარო მაგალითები. და ამას ჯერ წყვეტს ღმერთი. ვინ სასულიერო პირი გამოვიდეს, რა თქმა უნდა, ჩვენს არჩევანზეც არის დამოკიდებული. მაგრამ მხოლოდ ჩვენი არჩევანი არ გკნარა. ანუ რახან ჩვენ გვინდა და მორჩა. როგორც ღმერთი ინებებს. ჩვენ უნდა ღმერთს ვკითხოთ, უფალო, რა გნებავს ჩემგან, რომ მე ის გამოვიდე. იყო ასეთი შემთხვევა მე-4 საუკუნეში. იყო ერთ-ერთი სენატორი, ანუ როგორც დღეს არის პარლამენტარი, რომში ხო სენატი იყო, სენატორი იყო და ეს სენატორი გახდა ბერი, ბერად აღიკვეცა, შემონაზონდა, მონაზონი გახდა. და წმინდა ბასილი დიდმა იცით რა უთხრა. კი არ უთხრა, რომ შენ რა კარგი საქმე გიქნი, ანუ დღეს რომ პარლამენტარმა გადაწყვიტოს, რომ წავიდეს და ბერად აღიკვეცოს. ხო, ერთი შეხედვით შეიძლება თქვა, რომ არა კარგი საქმე გააკეთა, ღმერთს მიუძღვნა თავის თავს, მაგრამ ნახე წმინდა ბასილი დიდმა რა უთხრა. შენ სენატორიც დაღუპეო და ვერც მონაზონი ვერ შექმნა. ანუ შენ ჯობდა რომ სენატორი ყოფილიყავი. კარგი სენატორი ყოფილიყავი ჯობდა, ვიდრე ის რომ ბერად აღიკვეცა. ნახეთ ახლა როგორ არის, თუ ღმერთი გადაწყვეტს რომ ასე იყოს, მაშინ გამოვლინდება ეს რაღაცა გზით. და
ჩვენი ამისკენ მისწრაფება მაინც და მაინც იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს ბაქიბუქში, რომ ჩვენ არიქა მგზას შეუდექით და მგდელი უნდა გავხდე, არა. უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ რაც გევალება ის მცირედი ეცადო რომ ზედმიწევნით კეთის ინდისიერად აღასრულო. და როგორც სახარება ამბობს, ვინც მცირეში ერთგულია, ის მას დიდზეც დაადგენს ღმერთი. მაგრამ რა წერია, ვინც მცირეში არ იყო ერთგული, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და ისიც მიწაში დაფლა, ისიც წაერთვა და სხვას გადაეცა. ანუ ის მცირე მსახურება, რასაც ადამიანი აღასრულებს დაუდევრად, შეიძლება ის ჩამოერთვას და ის სხვას გადაეცეს, არამც თუ მეტი აღარ მიეცეს. ამიტომაც ყოფილა ესე იგი შემთხვევაში, ჩვენ ამბობთ ასე. ძელი გახდეს, სასულიერო პირი გახდეს და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერიც არ გავხდა, სამწუხაროდ. ან იქნებს აბედნიეროდაც ეს კაცმა არ იცის, ეს ღმერთმა იცის. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ, რომ იმ საქმეში, რაც ჩვენ აბარია, პასუხისგებლობით მივუდგეთ. რაც არ უნდა იყოს, დიდი იქნება თუ მცირე იქნება, ახალი ამბობს, ვინც მცირეში ერთგულია, დიდზეც დაიდგინება და ვინც მცირეში სანდო არ არის, ის დიდში სანდო არ იქნება. ღმერთმა იცის იმის, და ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ რადგან არ ვიცით, ჩვენ არც უნდა ვთქვათ წინასწარ. იმიტომ რომ ამითი იმ ადამიანებს, ვინც მართლაც ამის მოსურნეა და ეს ცუდი სურვილი არ არის თავში უკვე ვთქვი, ჩვენ ამითი კიდევ უფრო დიდ ტვირთს ვადებთ, დიდ პასუხისგებლობას ვკიდებთ. იმიტომ ის არ არის ჯერ მღვდელი, რატო სწხოვ ისე როგორც მღვდელი, არის პიქაროსანი. რატო კიდევ იმ ტვირთს რომ შენ უკვე მღვდელი უნდა გამოხდე? არ არის. ამიტომაც ის უფრო მეტად იტვირთება ამით. დამხი ჩვენ მას უნდა გავუყოლოს. თუმცა ასეთი სურვილი აქვს, იმისათვის რომ ღმერთმა წესინებოს, მაშინ შეასრულოს ის მცირე რაც ევალება. ამდაბლობით, მორჩილებით და ღმერთისადმი მადლიერებით შეასრულოს ეს. ღმერთი შემდეგ ცოტა უფრო მეტს დაავალებს. მერე კიდევ უფრო მეტს, მაგრამ თუ იმ მცირეს არ შეასრულებს, ის მცირეც წაერთნევა, როგორც სახარება ამბობს. ამიტომაც სიფრთხილე ესეა. იმას არის დიდი მოლოდინები, არ შეიძლება. ამიტომ უნდა ვთქვათ, იყოს უფალო ნება-შენი. როგორც გაკურთხებ, რასაც დაგვავალებ და თან ამავე დროს იმაზე, რასაც ღმერთი დაგავალებს, ერთი მხრივ რომ მონდომებით უნდა იყო, მაგრამ მეორე მხრივ თავი არ უნდა გეღირსებოდეს ამისთვის. მე რადგან ღირსი ვიყავი, ამიტომაც მე ეს მსახურება შემხდა. ეს დამოკიდებულება დამღუპელი. აი მაგალითად იყო ერთი ასეთი წმინდანი არის ალექსანდრე კომანის ეპისკოპოსი. ეს იყო ადამიანი, რომელიც სულიერადაც ხორციელადაც განათლებული იყო, მასწავლიც იყო და განათლებულიც და ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეიძლება წიგნები ბნელ ოთახში დაალაგო და იქიდან არაფერი არ გამოვიდეს, იმას თუ ნათელი არ მოეფინა, საღვთო ნათელი. ეს კაცი დღემუდამ დადიოდა გამორული, ნახშირს ყიდდა. იმისათვის, რომ თავისი ეს განათლებულობა და ნასწავლობა დაეფარა. გარდაიცვალა კომანში ეპისკოპოსი და ჩავიდა იქ წმინდა მღვდელმთავარი გრიგორ ნეოკესარიელი, რათა ახალი ეპისკოპოსი აერჩია. გამოიყვანეს, ანუ მსჯელობენ ახლა ხალხიც მონაწილეობდა ეპისკოპოსის არჩევაში და ხალხს ეუბნება, მოდით ნუ გააკეთებთ აქცენტს ნურს კარგ ბარიშვილობაზე, ნურს სწავლა განათლებაზე, ნურს ესე იგი რაღაცა სიმდიდრეზე, და მაშინ თუ ეგეთ ნურს შესახედაობაზე და ვიღაცა ხალხი ერთმანეთში გადაულაპარაკეს და წამოიძახა ვიღაცა, ხო არის ხოლმე ესეთიც, რომ ვერ იტევს და ვიღაც ხმამაღლა დაი. მაშინ თუ ეგრეა საქმეო და ეგეთი არ უნდა ავირჩიოთ, აი ალექსანდრე არის მენახშირეო და ეგ ავირჩიოთ, ანუ დაცინი თქვა რა, მაშინ თუ ეგეთი არ გინდა თუ ალექსანდრე. მინდა გრიგორ ნეოკესარიელმა ჩათვალა, რომ ეს შემთხვევით არ ითქმებოდა. აბა მოიყვანეთო ეგ ალექსანდრე. ჩათვალა, რომ ღვთისგან არის შემთხვევა, და როგორც ამბროსი მედიოლანელი რო აირჩიეს.
შევიდა ტაძარში, იქ განხეთქილება, ზოგი ამას ამ, ზოგი იმას, პატარა ბავშვმა, რომელსაც ლაპარაკიც კი არ იცის, წამოიყირა ამბროსია ეპისკოპოსი. ამ დროს ამბროსი სასულიერო პირიც არ არის. არამედ მთავრობამ გაგზავნა, რომ იქ რაღაც შფოთი ჩაეხშო, მოეგვარებინა სიტუაცია. და 6 დღეში ყველა სულიერი საფეხური გაატარეს და ეპისკოპოსად აკურთხეს. და რადგან წამოიკვირეს, რომ მაშინ ალექსანდრე აკურთხეთო, დაიბარა წმინდა გრიგოლმა ალექსანდრე და გამოჰკითხა, ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო. აიყვანეს, დაბანეს, შემოსეს და გამოკითხა. სახარება ძალიან მწყინვალედ იცოდა, წმინდა მამათან აშრომა. გამოიყვანა და ხალხის წინაშე დასვა და შეკითხვები დაუსვეს და ხალხი გაოცებული იყო, ისე ღრმად და საფუძვლიანად პასუხობდა ყველა შეკითხვას. და ესეთი კაცი აკურთხეს მღვდელმთავრად. თან რატო ამბობ? შენ რომც დაიფარო და არ გამოჩნდი, აჰა მე ვარო. თუ ღმერთს უნდა აი ამ მეების ნახშირების მურებსაც მოგაცლის და გამოგიყვანს და შენ გაკურთხებო, შენ წამოწევინცე. თუ ღმერთს არ უნდა, თუ რო წინა ხაზზე იდგა, ეთქვის, რომ შენ უკან გადადე, როგორც სახარებაში წერია, შენ უკან გადადე, სხვას დაუთუნა. ამიტომ, როდესაც ქორწილში მიდიხარ, უფალი გეუბნება, უკან ადგილი აირჩიეო, მოვიდე შენი მასპინძელი და გითხრას, რომ მეგობარო, აქ სად დამზახარ, წინ გადმოვბრძანდიო და ყველას თვალში პატივი გექნება. მაგრამ შენ თუ შენინებით წინ დაჯდები და გეტყვია, რომ აქ სხვა უნდა დაჯდეს, უკან გადადიო, ყველას წინაშე შერწყმული გაიძურწები, გადახვალ უკან დაჯდები. იმიტომ რომ ვინც თავს აიმაღლებს, ის დამდაბდება და ვინც დაიმდაბლებს ისა და ადამიანების წინაშე დამაღლდება. შენ რა ღმერთი შეგვეციოს და ღმერთმა დალოცულები და გახარებულები გამყოფ.